ვარ ქეთევან ხოჟევანიძე 6 წლის. სწავლობ ახალსოფლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. უფრო მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე დავდიოდი, მაგრამ ახლა აღარ, იმიტომ რომ სკოლები დამეწყო. დრო არ მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან კარგად ვხატავ. მე ვიცი ყვავილის ხატვა, სახლის ხატვა, დედიკოს ხატვა, მამიკოს ხატვა, ჩემი ძმის დახატვა, ჩემი თავის დახატვა, ღრუბლების დახატვა, ბალახების დახატვა, ბუჩქების დახატვა, კიდემზის დახატვა, ყველაზე ძნელია გემის დახატვა, ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით ყვავილის დახატვას. რგვალი, ასეთი რგულები, მერე ჯოხი და ასეთი ფოთლები. ქვემოთ დავხატავთ ტალახებს, ზევით მზეს და ქვევით ბუჩქებს. მზეს გავაფერადებთ ყვითლად, ყვავილს წითლად, ბუჩქებს მწვანედ, ტალახს შავად. ნახატების გაყიდვა არ მინდა, იმიტომ რომ მენანება. ყველაზე ხშირად ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შერშან მაგალითად მომიტანა ჭადრაკი, კიდე მატარებელი, კიდე მე როგორც თმებიც მაქვს ისეთი თოჯინა. წელს მინდა მომიტანოს საღებავები. ჩემი რითოლის ბაბუა არის 60 წლის. მისი ნამდვილი სახელია მერაბი. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვები არიან და ძალიან კარგად ვერთობი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის დავითი. ყველაზე ცელქი არის ბარბარე. ყველაზე ჭკვიანი არის მართა. ყველაზე მშვიდია მეორე დავითი. მე ვარ ყველაზე ლამაზი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაია ფევაძე. იმიტომ რომ სულ გვეხუტება და სულ შოკოლადებს გვაჭამს დაბადების დღე როცა ექნება ჩვენ მეგობარს კლასში. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე ხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მოცეკვავე. ცეკვა ახლაც ძალიან მიყვარს. 2 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. ჩემი საყვარელი ცეკვაა განდაგანა. საყვარელი ილეთია ეს. ძალიან მინდა კონცერტი მქონდეს, მაგრამ წინასწარ ვნერვიულობ. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს მოკლე და წითელი. უნდა მქონდეს შავი ქამარი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, მანჩობიძია, ჩემი ძმა, ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია მათე. ის არის მხიარული, ცოტა ცელქი და კაი ბიჭი. ჩემი აზრით მათე რო გაიზრდება გამოვა პოლიციელი. მამიკო არის სიმპათიური, ყველას პატივს სცემს და ყველას გვეხუტება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და კეთილი და ყველას გვეხუტება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პინმენი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი მულტფილმებია დიდფეხა და ნადირობის სეზონი. პრინცესებიდან მე ვგავალ ელზას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ქეთევან ბებიას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. ქეთი რო არ მერქვას რა მერქმებოდა. მე ქეთი დამარქვებებიამ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ქეთი რო არ მერქვას მერქვეოდა ბარბარე. ჩემ შვილებს დავარქმევ იუანას, ბარბის და მათის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენი სუპერძალა. ფრენა რო შემეძლოს, ქეთან გავფრინდებოდი ტკბილეულის მაღაზიაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია შავი შოკოლადი. მე ყვავილებიდან ვგავარ წითელ ვარდს.
ჩემი საუკეთესო თვისება არის, რომ ვარ საყვარელი გოგო. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კურდღელი. სახლში მინდა ვყავდეს ერთი კატა, ერთი კურდღელი და ერთი ლეოპარდი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ბებიარო ლექსეს მასწავლიდა. ერთი ლექსი განსაკუთრებით მახსოვს. ფისუნია კატა მაგიდაზე ახტა, ჩამოაგდოვა და ბებო გააბრაზა. ეს ლექსები რომ ახსენდება, ბებიას გამო მოწყენილი ვარ. ბედნიერება არის გაღიმება, საჩუქარი და დედიკოზე ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.